მშვიდობის. მოგესალმები, თემა ძალიან საინტერესოა. ამიტომ აქვე ვეთქვი ჩვენს ტელემაყურებელს, რომ მშობლებო, დედებო, მამებო, ბებიებო, ეხლა მოусხედით ტელეეკრანებს, იმიტომ რომ თქვენთვის მე ვიტყოდი ძალიან საყურადღებო თემაზე უნდა ვისაუბროთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მშობელს, რამდენად გახსნილია მასთან, რამდენად სწორი და მყარია ხოლმე კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის. არსებობს კითხვები, რომლებიც მშობელს ეხმარება იმაში, რომ უკეთ გაიცნონ და დაინახონ მათი შვილის მიერ დანახული სამყარო და ასევე საკუთარი თავიც. და აი ამ ექსპერიმენტის ავტორი ამბობს, რომ ეს არც ტესტია და არც შეფასება, ეს არის თბილი მიწვევა დიალოგისკენ და ჩვენი სტუმარი გახლავთ ეკა ჩემია, ფსიქოლოგი, რომელიც ახლა უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ეკა, მოგესალმები. მოგესალმებით. ხედავ ძალიან მომზადებული ხარ მოსული ჩვენთან. მით უმეტეს ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი სურვილები, ამოცანები, მიზნები უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმას, რომ ჩვენი შვილების სწორი, ფსიქოლოგიური, იგივე ემოციური, სოციალური განვითარება მოხდეს, თუმცა აი მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობა დამყარებული და აშენებული იყოს სიყვარულზე, პატივისცემაზე, ხარდაჭერაზე, ისე ხდება ხოლმე, რომ შეიძლება რაღაც ნიუანსები, პატარა დეტალები მაინც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს ხოლმე და ზუსტად ამიტომ დღეს შევთავაზებთ ამ ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ აი ამ სამყაროს საკუთარ თავს იგივე შეხედოთ თქვენი შვილების თვალით. და მოდი დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რას გულისხმობს დიალოგი, თბილი დიალოგისკენ მიწვევა შვილთან. ეს არის ამ შემთხვევაში ეს სავარჯიშოები, ტესტი შეიძლება ითქვას, შექმნილია იმისთვის, რომ ძალიან მარტივი, ადაპტური ბავშვისთვის გასაგები ენით და პრინციპში ასე კი არის განსაზღვრული დაახლოებით 5 წლიდან 10 წლამდე, თუმცა შესაძლებელია უფრო დიდი ბავშვისთვისაც აბსოლუტურად მისაღები იყოს. იმიტომ რომ ერთ ოჯახში შესაძლებელია რომ სხვა ასაკის ბავშვებიც იყვნენ, კი ბატონო. და შეგვიძლია რომ აი ამ მარტივი, ძალიან თითქოს ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი კითხვების საშუალებით გაცილებით მეტი გავიგოთ ჩვენ შვილებზე, მათ საჭიროებებზე, მათ სურვილებზე და შემოვიყვანოთ ისინი გულწრფელ დიალოგში ჩვენ. სანამ მათ გულწრფელ დიალოგში შემოვიყვანთ და იმისთვის რომ უკეთ გავიგოთ რაზეა საუბარი, ჩვენმა ჟურნალისტმა მარიშკა მამაგეიშვილმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ჩაატარა ეს ექსპერიმენტი და შეეცადა დახმარებოდა მშობლებს და ეჩვენებინა როგორ ხედავენ მათივე შვილები და ნახოთ რა შედეგი მიიღო მარიშკამ. შენ ასე რამდენი კითხვა გვაქვს ახლა აქ? ჩამოწერი. 10. 10? იცოდი? არა. და როგორ გონია, როგორი კითხვები იქნება? სახალის. კაი, დავიწყოთ. ეხ კითხვებს დაგისვა და გულწრფელად მიპასუხე უბრალოდ. არაფერს არ მოგერიდეს. ყველაფერი თქვი ლაპარაკი. როგორ დაახასიათებდი დედას ან მამას სამი სიტყვით? მე დავახასიათებ დედას. კეთილი, გულუხვი და ამაზი. ხანდახან რომ ბრაზობენ. ბრაზიანი, ეს ერთი. კეთილი. კაი, იყოს კეთილი. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვას. როდის ან რისი კეთება მოგწონს ყველაზე მეტად ჩემთან ერთად? საჭმელის. მართლა? რომელი საჭმელი გახსენდება ჩემთან ერთად გაკეთებული? ხინკალი. მართლა. სამეული ძირითადად. და პიცა. ყველაფრის. რაც უფრო შენ, ანუ როცა შენთან ყოველთვის კეთება მომდის. ჩვენთან დაკავშირებული რა მომენტი გახსენდება ყველაზე ხშირად? როცა დასასვენებლად მივდივართ ყველა ერთად. ეკლესიაში რო წამიყვანე. პატარა რო ვიყავი. გახსოვს მამ? ახსოვს. მამა, სულ პატარა იყავი, სულ პატარა რა ანიტას ხელა იყავი, ხო, 2 წლამდე იყავი. რო გაზიარი. გახსოვს? იცი რა წყნარად უსმენდი, ლოცვებს გამიკვირდა, ხმა არა მოგიღია, არ გიტირია. ყველაფერს ვიფიქრებდი, იმდენი რამე გვაქვს ერთად გაკეთებული, ძალიან შთამბეჭდავია. წარმოიდგინე, რომ ჯადოსნური ჯოხი გაქვს, რას შეცვლიდი ჩემში? სიბრაზეს. ხო. ეგ ისეთი კითხვა, რომ არაფერი არ მაქვს შესაძლებელი. მინდა რომ არასოდეს არ მოხოთე.
მამა, შენ როგორ ფიქრობ, ეს კითხვა კი არაა, მაგრამ ეს სამართლიანი ბრაზი ვიცი თუ უსამართლო? ხანდახან სამართლიანი, ხანდახან უსამართლო. ხო, არა და თავი მეგონა ფრთიანი ანგელოზი მამა. უფრთხო ყოფილვარ. ჩემში რაც გინდა რომ შეცვალო, ვეცდები რომ ჯადოსნური ჯოხის გარეშე მოვახერხოთ ეგ ამბავი. რჩება რომ მომცემე რა იქნებოდა? ბევრი დრო გავატარო შენთან. როდის გრძნობ რომ ვამაყობ შენით? როცა კარგად მეცადინეავ. როდესაც რამე დავალება სწორად ვაკეთებ. ხო, ეგა სიარმაყე მე ვამაყობ მაგით. შენ რო რაღაც წარმატებას მიაღწევ, მაგით მე ძალიან ამაყი ვარ. მიხდი? და ზოგადად რომც არ მიაღწიო, მე შენ ამაყი ვარ. იმიტომ რომ მამა ილახა. მომიყევი როდის გაგაკვირვა დედამ ან მამამ? დედამ გამაკვირვა იმით, რომ არ ვიცოდი თუ შეძლო ბამბიქტონის თამაში და ძალიან კარგად შეძლებია. აი შენ 10 წლის მერე ხო იქნები უკვე 17 წლის იქნები? 10 წლის მერე იქნები შენ უკვე 17 წლის. აი რა როგორ წარმოგიდგენია მაშინ შენ უკვე დიდი გოგო იქნები 10 წლის მერე, ჩვენი ოჯახი როგორი იქნება? ჩემი აზრით მამა ყოლა დაიფარა. შენი აზრით ძმა გეყოლება. და ჩავაბარებ უნივერსიტეტში, დავიწყებ მუშაობას და ალბათ უფრო გავიზრდებით ნამდვილად. შენ როგორ ფიქრობ? შენ საიდუმლოებებს მომიყვები 17 წლის რო იქნები? 10 წლის მერე? არა. საიდუმლოებს არ რა შეიძლება გამოვასწოროთ ჩემ თავში რომ ესე მითხრა ხოლმე საიდუმლოებები და ვიძმაკაცოთ? ეთყობა ეგ შიში არის რომ მე ვბრაზდები რაღაცა ისეც ვერ მეუბნები რომ ბოლოს მეც გამიჩნდა სურვილი რომ რაღაცა გითხრა, და მან შეიძლება გითხრა ერთი კითხვა. გითხრა კი. რა მოგწონს ყველაზე ძალიან ჩემში? მე მომწონს რომ ხარ სუფთა, თბილი და მოსიყვარული. ალბათო ეკატერინე ამოიწურა ყველა კითხვა 10-ის მაგივრად მე 11 კითხვა დაგისვი მე 11 კითხვა დავსვი და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი რომ არ გეთქვა რომ ბრაზიანი ვარ მაგრამ არა უშოს მართალია ხანდახან მეც ჩემი თავი ჩემ თავთან მარტო რო დავჩენ ვარ მივხვდა რომ ხანდახან ძალიან ისეთ გიბრაზდები და ორივე ერთმანეთს ხელი შევუწყოთ ხო რომ მე ბრაზიანი აღარ ვიყო და 17 წელს რო იქნები ვიძმაკაცოთ და საიდუმლოები გამინდო ავთო ცეცხლაძე აქედან კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი კომპლიმენტი და თუ კი შეიძლება ვისაუბროთ ხოლმე სუპერ მამებზე, აი ამ ჩამონათვალში ის ყოველთვის ღირსეულ ადგილს იკავებდა და დაიკავებს დარწმუნებული ვარ 10 წლის შემდეგაც და როგორ ზუსტ აქცენტებს და როგორ ზუსტ კითხვებს უსვამდა. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცნობს საკუთარ შვილს, სათანადო დროს ატარებს მასთან და ძალიან მრავალფეროვანია მათი ურთიერთობა და ჩვენ სამიტომ მეორე გმირიც არაჩვეულებრივი დედაშვილობა აქვთ მათ აშკარად ეტყობა ეს ყოველივე და მოკლედ აი სწორედ დედაშვილობის და მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ვეხებით ჩვენ ამ სიუჟეტიდან მე მგონი გარკვეულწილად ზურა გაჟღერდა უკვე თუმცა თითოეულ კითხვას აქვს თავისი შინაარსი, დანიშნულება, დატვირთვა და სწორედ აი ამ კითხვებს ეკასთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელ მშობლებსაც გავუზიარეთ. რა კითხვა რატომ არის თქვათ მნიშვნელოვანი დავუსვათ ჩვენს შვილებს და როგორი უნდა იყოს ის პასუხები რომელსაც მივიღებთ. მადლობთ. დავიწყებ თავიდან. ზოგადად კითხვის შედგენის პრინციპი იყო ის რომ ის ყოფილიყო ძალიან ადაპტური და ძალიან მარტივი როგორც უკვე გითხარით. აღქმადი ბავშვისთვის და მისაწვდომობის პრინციპი არ ყოფილიყო არანაირად დარღვეული. გავაგრძელებ შემდეგით. ყველა კითხვას აქვს რაღაცა თავისი მნიშვნელოვნება და აზრი ბუნებრივია და ძალიან საინტერესო იყო თქვენი ექსპერიმენტი, იმიტომ რომ რეალურად აი ეს მე-11 კითხვის დასმის მომენტი, აი ეს რაღაც კრეატიულობა, რომელიც მშობელმა შემოიტანა, რა თქმა უნდა, ეს ეყრდნობოდა ბუნებრივია იმას, რომ ის კარგად იცნობს შვილს, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ინიციატივები, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა აი კითხვარი, ჩავიკითხოთ და დავასრულეთ. ეს არის შეგვიძლია 7-დან დავიწყოთ, ბოლოდან არა აქვს მნიშვნელობა აქ რაღაცა თანმიმდევრობას და შეგვიძლია საერთოდ 10-ვე არ დაუსვათ. თუმცა ძალიან საინტერესო იყო ის, როდესაც ბავშვმა თქვა, რომ 10 კითხვა იქნებაო და ეს 10 რაღაცეთი ციფრია ბავშვებისთვის, რაღაცა სიმრგვალესთან, რაღაცა სისრულესთან დაკავშირებული და შესაბამისად მიხვდა, რომ ეს 10. თუმცა კითხვები ბავშვებს უყვართ ხოლმე გარკვეული წესების დამკვიდრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კითხვებში ქალბატონო ეკა ისეთი კითხვა ან პასუხი, რომელიც ყურში მოგხვდათ და
რაღაცნაირად შეიძლება ჩაკორექტირებადი იყოს. კი, აუცილებლად ჯერ ერთ კითხვაზე ერთ იმაზე დავაკეთებ კომენტარს. ანუ წესებთან დაკავშირებით. რატომ გადავწყვიტე შემდგომ რომ აი ამ კითხვებთან ყველა კითხვაზე შესაძლებელია რაღაც პატარა მინი რიტუალური თამაშის აგება. და ამ თამაშის ვერსიას ის ახალდახელოდ რომ მომზადებული მოვედი ამასაც გაჩვენებთ და ამ თამაშსაც აქ რაღაც პატარა მინი ვერსიასაც გავითამაშებთ. თქვენ გვათამაშეთ. თქვენ გათამაშებთ, მე თქვენ დატესტოთ რა თქმა უნდა ჩვენი შინაგანი ბავშვი ჩვენში ყოველთვის არის და რაც უფრო ძლიერია ჩვენი შინაგანი ბავშვი და მიღებული მით უფრო ბედნიერი და ჰარმონიულია ჩვენი ცხოვრება. შესაბამისად, ნახეთ, ეხლა შემდეგი კითხვა, რაც თქვენ დამისვით, თუ იყო რაღაცა ნიუანსი. ნახეთ, ნეგატიური კონტექსტი, რომელიც შემოვიდა მშობლის შეფასების დროს. ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი. როდესაც აი თამაშის სახეს მივცემთ აი რა ნაწილზე ამბობთ თუ შეიძლება რომ კი მამას უთხრა შვილმა რომ შენ ხარ მკაცრი რაღაც ისეთი შეაფასა და მამისთვის ეს ცოტა რთული ახსაქმელი იყო რომ საიდუმლოს არ გაგიზიარებო ეს იყო შემდგომ შეფასების 17 წელს რომ გავხდები საიდუმლოს არ გაგიზიარებ და იყო კიდევ ერთი რეპლიკა რომ მშობელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და ასევე უსამართლოც იმიტომ რომ ხანდახან ჩვენც უშობთ შეცდომებს თავისთავად რა თქმა უნდა. ეხლა ნახეთ, როდესაც ბავშვი გვაფასებს, პრინციპში კითხვის არსიც ეს არის, რომ ჩვენ გავიგოთ, სად ვართ, რას ვაკეთებთ, იქნება რაღაც გვეშლება, იმიტომ რომ მშობლობა ეს არ არის რაღაც ის უნარი, რომელიც ადმი ისწავლება. ეს არის ის უნარი, რომელსაც ჩვენ ვიძენთ ყველა შემდგომ შვილთან, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შემოდის. რომელსაც მუდმივად შეიძლება მუშაობა და განვითარება. ქალბატონო ეკა, აი როგორ უნდა იგრძნოს მშობელმა, რომ მასთან არ აქვს გახსნილი თავისუფალი კომუნიკაცია, არსებობს რაიმე ნიშნები, სიმპტომების დონეზე, რომ რაღაც ამოიცნოს და შემდეგ მიხვდეს, რომ აი აქ რაღაც ჩარევაა საჭირო. როგორ არა, აუცილებლად ზუსტად ნეგატიურ კონტექსტზე როცა საუბრობდი, მაშინ ამას დავასრულებ ამასაც, იმიტომ რომ ეს აქ ლოგიკურად ეხმიანება ამ შეკითხვას თქვენსაც. ნახეთ, ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის, რომ თამაშის ფუნქციას როცა შემოვიტანთ აი ამ კითხვებში, ასე ვთქვათ, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბავშვი არასოდეს არ შევაფასოთ ნეგატიური ფორმულირებით. ნებისმიერი თუნდაც რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, აი მაგალითად ზარმაცია ბავშვი. და ნუ არ მოგწონს ბუნებრივია ეს თვისება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ არა ზარმაცი, არამედ მაგალითად შეგვიძლია ეძებს თავის мотиваციას მაგალითისთვის. ან ფრთხილია შეფასებაში რაღაცის. ნახეთ, ყველგან უნდა მოვძებნოთ რაღაც ისეთი ფორმულირება, სადაც ბავშვს პირიქით უბიძგებს იმისკენ, რომ მან გახსნას რაღაცა გარკვეული გულის და გონების კარი და ეს შემოქმედებითი ნაწილი თავისი გააღვიძოს კიდევ უფრო მეტად. და როდესაც ჩვენ ბავშვს მუდმივად ვეუბნებით, რომ აი ეს გააკეთე, ის გააკეთე, ჩვენ რომ უბრალოდ დავითვალოთ დღის განმავლობაში, რამდენ შენიშვნას ვიძლევით. ეს ყველაფერი ხდება უნებლიეთ რა თავის თავად. შესაბამისად აი თქვენი კითხვის პასუხიც, რომ აქ იკეტებიან ბავშვები, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ჩვენ ვართ რაღაცა წესის, რუტინის, რაღაც გარკვეული აი მოთხოვნების ორგანო. ბუნებრივია ეს ჩვენი ფუნქციაა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ როგორც მშობლებმა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით აი ესეთი მობილური, თუ ვიქნებით რაღაც ისეთი ადამიანები, რომლებიც მოვერგებით მაქსიმალურად ჩვენი შვილების ემოციურ მდგომარეობას და ჩვენი შვილები ჩვენზე კარგად არავინ არ იცის თუ მათ უსმენთ. ცხადია. მაშინ შესაძლებელია მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენი შვილების შესაძლებლობებიც ყველაზე უკეთ მშობლებმა ვიცით ხოლმე, ამიტომ ერთი-ორად გულს გვტკენს ხოლმე ის ფაქტი, როდესაც თუნდაც ისინი ზარმაცობენ, ვთქვათ, შეუძლიათ რომ მათი შესაძლებლობები და უნარები კიდევ უფრო განავითარონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ ხოლმე ან გამოძებნიან არაერთ, ვთქვათ, ინტერესის სფეროს, სადაც ყურადღებას გადაიტანენ და ეს ყველაფერი მათი ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. მოკლედ, ძალიან რთულია მშობლის მხრიდანაც, რომ აი ეს мотиваცია პირდაპირ ასე ვთქვათ, არ გამოხატო და არ მისცე საკუთარ შვილს და იგივე გადატანითი მნიშვნელობებით
რაღაცა გზა გაუკვალო. ეკა. იცით რა, ჩვენ თუ ბავშვს ამას ასე ვთქვათ, პირდაპირ ყოველგვარი ესეთი ქვეტექსტის, ყოველგვარი დაფარვის რაღაცა ნეგატიური კონტექსტით მივაწვდით, ჩვენ ვერ გავხსნით მას უფრო მეტად. ამით. გასაგებია მესმის რომ ჩვენ როგორც მშობელს გული გვტკივა, გზნობთ მათ შესაძლებლობებს, გვინდა რომ ისინი უფრო განვითარდეს, მაგრამ თუ ამას აი თამაშით გავაკეთებთ, რომ კაცობრიობას თამაშზე უკეთესი ფორმა საერთოდ ადამიანების ურთიერთობის არც მოუფიქრია. იმიტომ რომ ეს არის ბავშვობის ასაკში, ეს არის დიდობისთვის მზადების პროგრამა, ასე ვთქვათ. და შემდგომ მთელი ცხოვრება ჩვენ ვახერხებთ აი ზუსტად იმ უნარებით, რომლებიც ბავშვობაში თამაშის დროს გამოვავლინეთ, გარკვეული სტრატეგია შევიმუშაოთ ჩვენი ცხოვრებისეული მოქმედებების და კონცეფციის. ამდენად თამაშით შეგვიძლია ეს გავაკეთებდეთ ჩვენ. ჩვენს გვინდა თამაში. ხო და ეხლა გათამაშებთ, ნახეთ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მე ძალიან სახელდახელო, აი ძალიან უმარტივესი რაღაცა ყუთი წამოვიღე, იმისთვის რომ ყველა მიხვდეს, ყველა მშობელი რომ ამას არ ჭირდება არანაირი დიდი რესურსის დახარჯვა, ამას არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული მომზადება, მარტივად აბსოლუტურად არაფერი, იმიტომ რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი რამეა. ერთადერთი რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსი დრო. გამოვძებნოთ იმისთვის რომ ჩვენ შვილებთან ჩამოვსხდეთ და ვითამაშოთ. რაზეც ხშირად საყვედურობენ, რა თქმა უნდა და აქაც იყო სიუჟეტშიც ეს ამბავი გაჟღერებული. ახლა გამოძებნეთ რამდენიმე წუთი ჩვენთვის, თქვენი შვილებისთვის და თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად ჩაერთოთ თამაში. დავიწყოთ. აი ჩვენ გქონდა ერთი ასეთი კითხვა, დაგვახასიათე 3 სიტყვით. მოდით აი მე იმიტომ რომ როგორც ვთქვი რომ თამაში ყველა ასაკში მოგწონს და აქ დავტესტავთ და შემდგომ უკვე თქვენ შეგიძლიათ ოჯახში უფრო ასაკში უფრო მოგწონს ხოლმე უბრალოდ დრო არ გვაქვს ბავშვობას ნახეთ დაგვახასიათე 3 სიტყვით ამ თამაშის შინაარსი თქვენთან შემოვიტანა სპოილერს ცოტა რომ აი რა თვისებებს ანიჭებს ბავშვი უპირატესად ეს პრაქტიკულად რაღაც ღირებულებითი კონსტრუქცია ბავშვისთვის, ხო, რომელიც ამავდროულად ისევ ოჯახში ხდება მისი ფუნდამენტირება და ჩვენ ვართ ის ადამიანები პრინციპში, ვინც ამ ღირებულებას მას ვაწვდით და ვაწვდით. ჩვენს ეს თამაში მე ვითამაშობ ჩემ შვილთან ერთად და საკმაოდ მენიშნა ის პასუხები, რომელიც მისგან მივიღე და გამიხარდა კიდეც. მაგრამ ნახეთ რეკომენდაციებიც იყო შემდეგ. ამ თამაშის პრინციპი არის ძალიან მარტივი. 3 სიტყვა. ხოთროს არ არის მარტივი 3 სიტყვაში ადამიანის და ვინმეს დახასიათება. თქვენ ხა გამოწვევა გაქვთ ასეთი. დავახასიათოთ ერთმანეთი. 3 სიტყვაში, ნახეთ, ეს უნდა დაწეროთ. ხო. ეს 3 სიტყვა. ხო. მე ნახეთ, ამას გავუკეთეთ რაღაცა ისეთი, თქვენ ცალ-ცალკე დაწერეთ, ეს უკვე თქვენი კრიტერიუმი ნაწილის ამბავია. ფერი რაღაც შეგიძლიათ მე ისიც მოვიტანე თუ გნებობთ მაკრატელიც მოვიტანე შეგიძლიათ რაღაც აი რაღაც გამოჭრათ შეგიძლიათ რაღაცა დახატოთ რაღაცა საინტერესო აი სრულად ჩართოთ ანუ სიტყვის ნაცვლად შეგვიძლია რაღაც პატარა სიმბოლო ნახატი კი ბატონო შეგიძლიათ დაწეროთ შეგიძლიათ დახატოთ იმიტომ რომ ნახეთ ეს ყველა ასაკის ბავშვია განკუთვნილი რომელიც ვერ წერს თუნდაც და შეუძლიათ ჩახატოს თავისი ემოცია და თავისი განწყობა კარგი წერ კი ბატონო დაწერეთ აი თან სიჩუმე რომ არ იყოს თან ნახეთ ხო ვილაპარაკეთ მაშინ სიჩუმე რომ არ იყოს მაშინ მე მეორე თამაშის იცით რა არის აქვე სანამ ჩვენ კითხვაზე პასუხებს დავწერთ ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ხშირად საუბრობენ რომ მშობელი უნდა იყოს შვილის მეგობარი მაგრამ რამდენად სწორია რომ მშობელი შვილთან იყოს მხოლოდ მეგობარი და სად გადის აი ზღვარი მეგობრობასა და აი ავტორიტეტის დაკარგვას შორის არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მშობელი არის უპირობო ავტორიტეტი ბავშვისთვის გარკვეულ ასაკამდე. ვაიმე რა ცუდად დაწერე. უმთავრესი სცენარი, რომელიც ბავშვის მთელს ცხოვრებას შემდგომ შესაძლებელია უკვე მოზრდილის განსაზღვრავდეს იწერება ძალიან ადრეულ ბავშვობის ეტაპზე. სანამ ბავშვი დაიწყებს, ასე ვთქვათ, ავტორიტეტებში ეჭვის შეტანას და ეს სადღაც ახლობით 10 წლის ასაკიდან იწყება. მანამ აი თინეიჯერობის ასაკი რო იწყება იმ პერიოდში, მანამ მშობელი არის ბავშვისთვის ერთადერთი შეუვალი და უპირობო არ მყოფნის 3 სიტყვა. პროდიუსერი მეუბნება რომ 3 სიტყვით და არ მყოფნის 3 სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად იმისთვის რომ ჩვენ
დავრჩეთ მშობლებადაც და ვიყოთ ამავდროულად მეგობრებიც, ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევის ჩადება გვჭირდება და საკმაოდ დიდი ძალისხმევის ჩადება გვჭირდება და გვჭირდება ის რომ დიახაც აი სწორედ ასე დიალოგში წამოვიყვანოთ, არ შევაფასოთ, არ ვიყოთ მკაცრი მენტორები, ვიყოთ ერთის მხრივ მაგალითის მიმცემი ადამიანები, იმიტომ რომ ნახეთ აი ადამიანი როცა მშობელი ამბობს რომ ისწავლე თუ მშობელი არ არის ამის უპირობო მაგალითი სწავლის, განვითარების, რაღაცის ქმედების, ხო? მხოლოდ სიტყვით ვერასოდეს ვერ შეძლებ, ვერასოდეს მშობელი არის უპირობო მოტივატორი და მაგალითი შვილისთვის. კარგი, ეკა, გავაჟღეროთ რა დავწერეთ? გაჟღერეთ. კარგი. ჩემს ჩამონათვალში არის, ხო, ხა შეზღუდულები ვიყავით ძალიან, მაგრამ ალბათ ეს პრიორიტეტებია, ასე ვთქვათ, თავმოყრილი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პირველი ის, რომ ზურა არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი და მე ნიჭიერებას ყოველთვის პატივს ვცემ და ძალიან მინდა ხოლმე რომ ყველა პლატფორმა ქონდეს და შესაძლებლობა ნიჭიერ ადამიანებს რომ ეს ყველაფერი აჩვენონ და გაუზიარონ მაყურებელს. მეორეს არის რომ ეს არის ძალიან კარგი მეგობარი და ჩვენ ძალიან ბევრი წელი უკვე გამოვიარეთ ერთად და დარწმუნებული ვარ რომ თავი ცხოვრება კიდევ წინ გვაქვს ერთად გასავლელი და ოჯახზე მზრუნველი ადამიანი. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი რომელიც ადამიანში ძალიან დიდ პატივისცემას იწვევს ხოლმე. შესაბამისად ამ ყველაფერზე გავაკეთე აქცენტი. ძალიან დიდი მადლობა თაკო. მე ეს ისედაც ვიცოდი შენგან, მაგრამ ეთერში გაჟღერება კიდევ ემოციური იყო ჩემთვის. მე უკვე ვაჩვენე ტელემაყურებელს რა დავწერე 4 დამიწუნეს და მოდი 3 იყოს, მაშინ ნახატით. აი ეს არის ჩემი კომენტარი. ზე ვარსკვლავი და გული. ესე იგი, ხედავ, ეს არის მზე? ზე ვარსკვლავი და გული. მეტი დამკნა. ეს სიტყვები ზედმეტია ჩემო ზურა. კარგი, ეკა. ნახეთ, აი როდესაც ამას ბავშვთან გააკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ შემდგომ აი ეს თვალსაჩინოებისთვის სადღაც აი მაცივარზე, რა ვიცი, სადღაც აი საკიდზე, რაღაცაზე დაკიდოთ და გამოსაჩენ ადგილად. დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში ხშირად გადახედოთ და უბრალოდ ის გააჟღეროთ ხმამ ახლა, რომ აი ნახე, მე მახსოვს რომ შენ ეს თქვი ჩემზე. აქაც საინტერესო ამბავია, თქვენ მე ძალიან სასიამოვნები ვიყავი, რომ ასე მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, ძალიან სასიამოვნო იყო ამის ნახვა. შეიძლება ბავშვმა რაღაც ნეგატიური კონტექსტში შეგვაფასოს. მოხდეს ასეთი რაღაც, დედა არის მაგალითად ბრაზია. მაგალითად აი თავისი რაღაც ბრაზიანი, აი დროის დეფიციტი, არის რაღაცა ვთქვათ რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც შეიძლება შეგვაფასოს. ეს ძალიან საინტერესოა. რა შვებით ამ დროს? ვკიდებთ ამასაც და მოდით ბავშვზე უბნებით რომ აი გავუკეთოთ ამას რაღაც გარკვეული სმაილი, ეგრეთ წოდებული. ნუ მაგალითად მოღუშული თუ დაუშვათ ბრაზიანია, თუ მაგალითად დროის დეფიციტი აქვს რაღაც აი მირბის დაუშვათ სადღაცას დედა, რაღაც პატარა ისეთი ჩანახატი და შემდგომ კვირის განმავლობაში ვეცადოთ რომ გავამახვილოთ ყურადღება, შევცვალეთ თუ არა რამე ჩვენ აი ამ ჩვენს ქცევის პატერნში. თუ ჩვენ და ბავშვი ხარ არის აქ მნიშვნელოვანი. ბავშვი გრძნობს რომ ის არის მოსმენილი, ის არის აღქმული და მის სიტყვას პატივსცემენ და ის არის მნიშვნელოვანი. ეს ამის შობელი ზრუნავს ამ შეცდომის გამოსწორებაზე. დაინახეს, აღიქვეს, დააფასეს, მიიღეს და მისი მიუხედავად რომ პატარაა, ის არის ძალიან დიდი პერსონა ოჯახში. და ეკა კვირის ბოლოს შეიძლება რომ ვთქვათ ამ სურათზე აი ეს ეგრეთ წოდებული სმაილი რომელიც ვახსენეთ შეიცვალოს? აუცილებლად. ეს იცით რა, შეგვიძლია ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. შეგვიძლია სხვა ვერსიაც ნახეთ. აი მაგალითად თუ იტყვის დაუშვათ ჩვენზე რომ დედა ბრაზიანია, შეგვიძლია მივიყვანოთ სარკესთან მაგალითად და აი ეს გაბრაზებული მიმიკა სარკეში დავანახოთ და მე აი სარკეშივე დავანახოთ როგორ ვიღიმით. და აი შენ რომელი მოგწონს აი მიმიკათა ცვლილებების პროცესში, რომელია შენთვის ყველაზე მისაღები მიმიკა. და აი დავუშვათ რაღაცაზე დააფიქსე, შეიძლება ძალიან გაღიმებული არ მოსწონს და მოსწონს რაღაც უფრო ისეთი რაფინირებული მეტნაკლებად. მოდი აი მაშინ მე ვეცდები რომ აი ამ კვირის განმავლობაში და შენ თუ რაღაც არ გამომივა, გამახსენე ხოლმე. იცით რა? ეს ინტერაქცია ყოველთვის იწვევს იმას, რომ ბავშვიც ძალიან აქტიურია და ყურადღებით არის ჩართული პროცესში და ეს თამაში არ არის რაღაც ახლა თამაშისთვის რაღაც აი გვერდზე არ არის ერთი სიტყვით. ეკა როგორც წესი მსგავსი მიდგომების ცდელობის პარალელურად
ძალიან ბევრს უნდა ხოლმე შედეგი ძალიან მალე დაინახოს და შესაძლებელია იმედგაცრუებაც იყოს რამდენიმე დღეში და მივიწყებული იქნას აი ეს თამაში, რასაც ვთავაზობთ ახლა. აი რამდენ ხანში შეიძლება დაინახოს ადამიანმა რეალური შედეგი, გასაგებია რომ ინდივიდუალურია მიდგომა, შესაბამისად ვინ როგორ წამოყვება და წამოეგება აი ამ არაჩვეულებრივ და პოზიტიურ მიდგომას. აუცილებლად წამოეგებია. კი. მაგრამ აი მინიმუმი და მაქსიმუმი რა პერიოდში შეიძლება დავინახოთ თვალნათელი შედეგი? იცით რა, ეს არის ერთჯერადი აქტი. დიახ. ანუ გავაკეთეთ და დავასრულეთ. არანაირად. ამიტომაც ვთქვი, რომ თამაშის პრინციპს თუ ავიღებთ საფუძვლად და თუ მივცემთ ამას თამაშის სახეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც პერმანენტულობა ახასიათებს, რაღაცა გარკვეული გადასვლა მოკლედ დროთა განმავლობაში, რომ ეს გაჯდეს რაღაც როგორც ოჯახური ცხოვრების რიტუალი. მარტო ეს არ არა, თქმა უნდა. აი მაგალითად ახლა ეს 5 იმისთვის წამოვიღე, რომ აი რისი გაკეთება მოგწონს ჩემთან ერთად. მაგალითად შეკითხვა, ხო? ჩვენ შეგვიძლია კვირის განმავლობაში თელი კვირის განმავლობაში რაღაცა აქტივობების სია ჩვენც და ბავშვმაც ჩავყაროთ ამ ყუთში. ეს ფერადი რაღაცებით გავავსოთ აი ამ პოსტერებით ეს ჩვენი ყუთი და კვირის ბოლოს გავაკეთოთ გათამაშება. ეს დაკეცილი ჩვენი რაღაც გათამაშება, მაგალითად შაბათ დღეს გავითამაშოთ და ვთქვათ, რომ აი შაბათ დღეს თუ მით უფრო ოჯახში ბევრი ბავშვია ხო საერთოდ ფანტასტიკური ამოიღებს ერთ-ერთს ამოვიღებ და კვირის გამარჯვებული იქნება ვისი სურვილიც გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია რომ ხა ეს სურვილი ბუნებრივია შევასრულოთ და მაგრამ წესის სახით აუცილებელია რომ ბავშვს ავუხსნათ თავიდანვე რომ ნუ ხა ეს არ უნდა იყოს რაღაცა არარეალისტური სურვილი, მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული რაღაც რეალურ ასრულებად სურვილ. იმ ეტაპისთვის მეტნაკლებად ასრულებად. ან მეორე ვარიანტია კიდევ უფრო მეტად ჩავთოთ უნდა მშობლებმა ჩვენი ისე შემოქმედებითი ნაწილი და უნდა შევძლოთ ის რომ აი ის თუნდაც აი როგორც ახლა სიზარმაცეზე ვისაუბრეთ ხო რაღაცა სხვა ნიშა მოუძებნოთ ამას რომ აი ასეთი სახით. მე ესეთი აზრი მაქვს სატელევიზიო სივრცეშიც გვაქვს ხოლმე გარკვეული წესები, რომელსაც ვიმორჩილებით და ფეხს ვუწყობთ. რამდენიმე წუთი შევისვენოთ და შემდეგ ძალიან საინტერესო 3 თამაში აქვს ეკას მომზადებული, რომელიც ძალიან მინდა რომ გაუზიაროთ ჩვენს ტელემაყურებელს, როგორ შევცვალოთ საკუთარი თავი, როგორ მივცეთ მოტივაცია ჩვენ შვილებს და კიდევ ერთი ძალიან ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უკავშირდება იმას, როგორ არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები სხვების ობიექტურ აზრზე დამოკიდებულნი, აი თამაშის წესებით, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მათ მივაწოდოთ და ვასწავლოთ. სწორედ რეკლამის შემდეგ გაგიზიარებთ, ასე რომ დაგვაქვს. დროებით